მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იღებს და არა კონკრეტული უცხოელი პირების სურვილებიდან გამომდინარე. ეს შეფასება ევროკომისარ მაიკლ ოფლაჰერტის მიერ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმების მოწოდებას მოჰყვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონი LGBT ადამიანების სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს ქმნის. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ევრობიუროკრატების მოთხოვნები უარგუმენტოა და მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც პირველია ის მოწოდებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებისგან არასდროს არ იქნება გაზიარებული, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები, ბიუროკრატები ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რომელსაც ფართო კონსენსუსი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიმართულებით ან გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მათ არ აქვთ არგუმენტები, რა თქმა უნდა, ეს არის ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ამ კონკრეტულ ბიუროკრატებს გააჩნიათ, მაგრამ ამ მხრივ რასაკვირველია ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ვინაიდან არგუმენტი როგორც აქამდე ვერ მოვისმინეთ, ეხლა დღესაც არ გვესმის. მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად ამერიკის მხარესაც იგივეს მოუწოდებენ თუ არა, ვინაიდან სულ თანხმედრაშია ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაშიც, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში. ანტი-LGBT პროპაგანდა კანონის მიღება იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში მე ნამდვილად არ გულისხმობ მხოლოდ ჩვენ მხარდამჭერებს, მე გულისხმობ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას, ეხლა არ ვიცი, შეიძლება გამონაკლისის სახით იყოს 5-10% მაქსიმუმ, ხო? ვინაიდან ყველა ხედავს თუ როგორი გამოწვევები არის მსოფლიოში, ვისაც როგორი უკაცრავად სექსუალური ორიენტაცია უნდა ისეთი შეუძლია აირჩიოს, სახში რაც უნდა ისაკეთოს, არავის არ აინტერესებს. პროპაგანდა ბავშვებში არის რა თქმა უნდა წითელი ხაზი და სამწუხაროდ ეხლა მე შეგნებულად არ ჩამოვთვლი ძალიან წარმატებულ ქვეყნებს, თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, სადაც აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს ბავშვებშიც, იქ სკოლებში რაღაცა შოუები იდგმება, ბაღებში რაღაც შოუები იდგმება.